პირველი ჩემთვის, როდესაც ეს კადრები ვნახე და შემდგომ ეს ვაკხანალია, რაც მოყვა ამ ყველაფერს, პირველი იყო კითხვა, ვინ იყო აუდიტორია ამ კონკრეტული ქმედების. ჩვენ ძალიან კარგად ვხვდებით, რომ ამ არჩევნებში ქართულმა რეჟიმი, ასე ვთქვათ, მას არც ქართული ქვია და არც ოცნება, ხო? რეჟიმი რეალურად გაიფორმებს გამარჯვებას. 100% მოსახლეობის რომ გავიდეს და დაწეროს, რომ არ სურს ქართული ოცნება, მაინც ქართული ოცნება გაიმარჯვებს. ეს ყველამ კარგად ვიცით. ამის პარალელურად ვიცით ისიც, რომ წინა არჩევნებში წალენჯიხა მაჩვენა ისეთი რამე, რაც დღემდე ძალიან წარედ ახსოვს, დგებუაძის ლუყეზე წარედ ახსოვს ეს გალაწუნება ქართულ ოცნებას. და შესაბამისად აი ეხლა სწორედ ერთი მოქალაქისთვის ჩავიდა და ერთი მოქალაქისთვის დაიდგა ეს შოუ, რომ ეჩვენებინა, რომ აი ჩვენ წალენჯიხა გამოვღლიტეთ ტარვალებს. გამოვღლიტავთ, ხო. ანუ ეს იყო მთელი ამ შოუს აზრი. იმიტომ რომ სხვა ფუნქცია ამას არ ქონდა, მოსახლეობასთან შეხვედრა და რაღაცა ესეთი აზრი ამას არ ქონდა. დემონსტრირება, ძალაუფლების ერთ მოქალაქეს აჩვენეს, რომ მათ ეს შეუძლიათ. სხვათა შორის დემონსტრირება იყო კანონდარღვევის, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ აი რასაც თქვენ კადრში ხედავთ, ეს რომ მე გავაკეთო ხვალ, ჩათვალეთ, რომ ჩემს მანქანას საჯარიმოზე გადაიყვანეთ, ჩემის ჩათვლით. დინარეზე უფრო ვდით მე მგონი. დინარეზე, აბა დააკვირდით, რომელიმე მანქანა სანობრე ნიშნები თუ აქვს. ძალიან, ანუ მათ აჩვენეს, ეს არის, ესე იგი, დედაქალაქის მერია. და აი ეს კანონები რეალურად, რაც იწერება და რაც შექმნეს, ირკვევა რომ ეს მათთვის არ არის, ჩვენთვის არის. კანონს მაღლა არიან. თუნდაც ეხლა ტატუ არავის არ უყვირს დღეს ეხლა არსად, არც რეგიონში და არცად არ უყვირს, მაგრამ თვითონ ტიპას მიაქციეთ. ანუ რას გეუბნებათ ეს ტიპი, რომ არ იცოდეთ, რომ დედაქალაქის ძირძველი კულტურის ტრადიციების მატარებელი ერის არ იფიქროთ ან დიდრების მიმართ მაქვს ანტაგონიზმი, ან ტატუს მიმართ მაქვს ულამაზესი ტატუები მაქვს. დიახ, ეს ჩემთვის, მაგრამ ნახეთ, აი არ იცით, რომ ეს ადამიანი არის ქალაქის მერი. მერწმუნეთ, რომ ვერასდროს ვერ მიხვდებით, რომ ის არის ქალაქის მერი. აქ საქმე რაშია, იცით, რომ თავად ქართული ოცნება დგას ამაზე, არის დაშენებული მათი პროპაგანდა, რომ არაფერი არ შეიძლება ის, რაც აქ ამ ვიდეოში ჩვენთვის არ შეიძლება არც თავისუფლება, არც მაგალითად ნიფხვით სიარული, ახლა სხვა რომელიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი რო ყოფილიყო, ალბათ ქარდები იქნებოდა პოსტივიზე, იმედზე, სამშობლოს დაუძახებდნენ, გარყვნილს დაუძახებდნენ და ანუ სინამდვილეში აი ჩანს ფარისევლობის, ასე ვთქვათ, მასშტაბი. ერთი ძალიან მაგარი კადრია აქ, აივნიდან არის გადაღებული კადრი და ეხლა მე ხო იქ ზეპირად ვიცი ყველაფერი სახლები, განლაგებები და ამ შემდეგ და ერთი კადრია, რომელიც აი მოდის პანორამა, ჩანს ეს რარიტეტული მანქანები და უცებ კადრში უნდა შემოვიდეს, იქვე არის ორსართულიანი ჩვეულებრივი, ძალიან ისეთი ძველი კომუნისტების პერიოდის სახლი. და იქ წყდება კადრი. ანუ ესენი ქმნიან ის არ უნდა იყოს. ის არ უნდა იყოს, იმიტომ რომ ის ლაქშერი ირღვევა და ეს არ ეკადრება, იმიტომ რომ აი ამ ტატუების წყობას, აი ამ რაღაცა დაყენებულ თმას, ხომ არც ლაპარაკობს. აი საოცარია, ხო? მთელი კადრები ისე მთავრდება მისი ვოიაჟი, ერთ სიტყვას არ ამობს სადმე. ან გაგიმარჯოთ, მეგრული თქვა შემზარავი. ეს არის მე რო ჩავიდე აფრიკულ ქვეყანაში და აი რო ძლივს რო დავიმახსოვრე რომ მისალმება, რომ იმიტომ რომ არსებობს ასეთი მოსაზრება, რომ მეგრელს რომ მეგრულად დაელაპარაკები, მის გულს მოიგებ. ვერაიდებ ასეთი მეგრულით. ასეთი მეგრულით განსაკუთრებულ ზიზღს გამოიწვევ და ანტაგონიზმს გამოიწვევ, მაგრამ ერთი სერიოზული ბოდიშკა გაწყვეტინეთ. ერთი სერიოზული პრობლემა არის. ამ შემთხვევაში მოახდინეს არა მხოლოდ წალენჯიხის, არამედ ზოგადად მხარის ეგზოტიზაცია. ანუ აი ბალიზე რო ჩახვიდე, ან მასაის ტომთან რო ჩახვიდე, ორი დღით შენთვის თავარი აზრი არის, რომ ჩახვედი, აი ეს რაღაცა ველური ხალხი დაათვალიერე, მათი რაღაცა უცნაური საჭმელობები დააგემოვნე, სელფები გადაიღე და
ისწავლე მათ ენაზე გამარჯობა ნახვამდის და წამოხვედი, რომ ესეთი სასიამოვნო მოგონებები ჩაიწერე. ეს არის მთავარი აზრი მთელი ამ ყველაფრის. ეგზოტიზაცია, საკუთარივე კულტურის შეურაცხყოფა არის აქ მთავარი ლაიტმოტივი, მთავარი ხაზი, რომელიც გადის ამ მთელ ამ სერიაში, ხო, ვიდეოების თუ რაც არის. სამწუხაროდ ეს ადამიანი ვერ ვიტყვით, რომ ამას ვერ ხვდება. ის ხო მოდის ამ კულტურიდან და მაგრამ აი ნახეთ აქ ძალიან მნიშვნელოვანი არის ასევე ის ფორმა ურთიერთობის რომელიც იცვლებოდა ელექტორალური აქ ამ ვიდეოს და ამ კამპანიას მოდით ამ ვიდეოს ნუ ჩავეციკლებით მაინც და მაინც როგორც ჩანს და ასეთი კამპანიით ხასიათდება ზოგადად კალაძე წინ არჩევნებია და როგორც ჩანს ეს გენერალური ხაზი ისევ იქნება კალაძეს ვნახავთ სხვადასხვა არ ვიცი ლუკებით როგორც ამბობენ სხვადასხვა ფორმაში, მე ოპოზიცია უთვლის ხოლმე რაღაც პიჯაკი, რაღაც შარვალი და აღმოჩნდება რომ რა ვიცი მართლა 10 პენსიონერის 10 თვის ხელფასია, მაგრამ რისი თქმა მინდა ფორმები თვითონ ურთიერთობის ამომრჩეველთან იცვლება. არქივმა აჩვენა ეს, როგორი იყო 2012 წელს, ანუ ელექტორალური გათვლები თითქოს უფრო მეტად ქონდა, მას უნდოდა ნებისმიერ ფასად ხელისუფლებაში მოსვლა. აქ თითქოს ჩანს და აქ აუცილებლად ეს თვალში საცემი არის, რომ აქ ელექტორალური მიზნებიც არ არის. ნიშნავს თუ არა ეს მაინც იმას, რომ მათ იციან რა შედეგით დასრულდება ეს არჩევნები. 64 მუნიციპალიტეტში ჩვენ მოვალთ უმრავლესობით ბოლშევიზმით. შედეგი დადებულია წინასწარ. შედეგი დემოგრაფიის სტატისტიკის დეპარტამენტმა გააფორმა, იმიტომ რომ ამ შაშან არჩევნების პარალელურად აღწერაც ჩატარდა, სადაც საშენელებები ჩაიდინეს და შესაბამისად სადღაც 400-დან 600.000-მდე არარსებული მოქალაქეები დაგვემატა უცებ. 2012 წელს იყო წინა აღწერა 3,9 მილიონია. ეხლა აღწერით 3,900,000-ია. ანუ კი ბატონო. ხო. თან ეს სტაციონარული მოსახლეობაა. შედეგი წინასწარ იციან რომ გამარჯვებულები არიან. ამ შემთხვევაში საუბარი არის ისევ და ჩემი აზრით, ისევ და ისევ საუბარია იმაზე, რომ ერთ კონკრეტულ მოქალაქეს ცდილობენ, რომ უკვე შიდა ჯგუფები ცდილობენ, რომ აჩვენონ, რომ რომლები უფრო მაგრები არიან. და ნუ აქ აი შიდა გარჩევების უბრალოდ ვიზუალიზაცია ხდება ჩემთვის. კი ბატონო. ნუ სამწუხაროა, მაგრამ